მოგესალმებით მეგობრებო. Кайხანია ვიდეო არ დამედია გარკვეული მიზეზების გამო. პირველი არის ის, რომ ის ადგილზე მუშაობ, რომ დეკემბერი ფაქტიურად ყოველთვის დაკავებული მაქვს და არ ვცალია ხოლმე საერთოდ სანდრიო სასიარყლო სამწუხაროა. ეს ერთი თვე მაქვს ხოლმე როცა არის ჩემი ნაცირობის ასე ვთქვათ ჩავარდნა და ნოემბერში რამდენიმე გასვლა ჰქონდა დღის კატამზე, მაგრამ დიდად არ იყო რა, მაშინ კატამი და ბევრი ვერაფერი ყოველ შემთხვევაში ვერ ვნახე. ხო და დავდე რამდენიმე ძველი ვიდეო რა. და ეხლა მინდა და ერთი კაი აპლიკაცია მოჩვენებინა თქვენთვის, რომელსაც ყოველთვის ვიყენებ, როცა კითხეში შევდივარ, ან კიდეც მინდორში გავდივარ, ანუ უცხო ადგილზე როცა ხვდები, ან თუნდაც ნაცნობ ადგილზე ხვდები, მაგრამ გაინტერესებს რამდენი კილომეტრი იარე, რამდენი წუთი იარე და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მაგარი აპლიკაცია, ეს არის GPS-თან მიბმული აპლიკაცია, ასე ვთქვათ. და ეს აპლიკაცია გვეხმარება იმისთვის, რომ არ დავიკარგოთ, ანუ გამოვიდეთ ისევ ჩვენ ადგილზე, საიდანაც ვიწყებთ მოძრაობას. დალაიქეთ ვიდეო, სანამ დაიწყებთ ყურებას. subscribe-ი გავუკეთეთ ჩემს, ანუ გამოწერა, ვისაც არ გაქვთ, იმედია მოგეწონებათ ეს ჩემი ვიდეო რა. ეხლა ჩავართ უშუალოდ, ერთად გავაკეთებთ აპლიკაციის სახელიდან ჩამოტვირთვას. აბა, ვიდეომდე. მოკლედ მეგობრებო, ეს აპლიკაცია რომელიც უნდა მეჩვენებინა თქვენთვის, სამწუხაროდ Play Store-ზე აღარ არის, აღარ ადევს რატომღაც და ამიტომ უნდა გადმოვწეროთ ეს საიტიდან რა. შევდივართ Chrome-ში და აქ უნდა ჩავწეროთ app.com. აქ შეგვხვდება GPS tracker-ი და შემდეგ ამოგვიგდებს ეს გადმოსაწერ links რა. ალბათ მიცემთ, ანუ როდესაც გადმოვტვირთავს, შემდეგ შევდივართ ამ წერტილში და შევდივართ download ჩვენ გადმოწერაში. ვაჭერთ Z აპლიკაციას და ვაინსტალირებთ. ველოდებით რომ დაინსტალირებთ ეს ბოლომდე. და სანამ ეს დაინსტალირდება, გეტყვით რომ ძალიან მაგარი აპლიკაცია და ყოველთვის ვიყენებ დღეში გასვლისას რა, სანამ შევდივარ მინდორში, ანუ უშუალოდ გაინტერესებს რამდენი კილომეტრი გაიარეთ, რამდენი წუთი არის, მოკლედ მაგარი რამეა რა, გიჩვენოთ რომ ყველამ გამოიყენოთ. მოკლედ დაინსტალირა ჩემმა ტელეფონმა, აზრეთ opens და შემდეგ უნდა გავიაროთ 5S-ი ნაბიჯი რა. პირველი არის ლოკაციის ყველაზე ვეთანხმებით აბსოლუტურად ესე. დავეთანხმებთ, ანუ 5 არის სულ ჯამში. შემდეგ კიდევ ერთზე და ბოლოში კიდევ ერთზე. და ვაძლევთ Go-ს, ანუ ყველა რომ მოცეცხული იქნება, ვაძლევთ Go-ს. შემდეგ ცოტა ხანი ჩავკეთოთ აპლიკაცია ისევ. ანუ GPS-ი აუცილებლად უნდა ქონდეს ხოლმე ჩართული რა. ჩამოვშალოთ და შევიდეთ setting-ებში. აქედან უნდა მოვძებნოთ ჩვენ battery და აქ ავწერთ მაღლა და გვაქვს more settings. შევდივართ მენეჯერში. შევდივართ მე GPS tracker-ში, ანუ აქ მოვძებნით და ვაძლევთ allow background activity. და შემდეგ ვაძლევთ allow-ს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვეთანხმებით ჩვენ რომ უკანა ფონზე, როდესაც ჩვენ ტელეფონს დავბლოკავთ, ეს აპლიკაცია იყოს ისევ ჩართული და არ გაგვეთიშოს, ანუ არ ქონდეს წვეთა. შემდეგ ამას გამოვხდავთ და შევდივართ ისევ აპლიკაციაში. აქ მიცემთ allow-ს, რომ ის ქნას რა ქვია, ჩვენი ლოკაცია იყოს და გვაქვს ესეთი რაღაცები. მაღლა მარცხენა მხარეს რო გამოვხოთ, ანუ პირველი არის ჩემ ფოტოები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დაათვალიეროთ. GPS track-ებია, ანუ აქ არის new folder და import track-ი, ანუ მე შემიძლია გამოგგზავნოთ ჩემი ჩაწერილი track-ი, ასე ვთქვათ და ან ჩემი გამოგზავნა რა. new folder-ში როდესაც შედიხართ, აქ არის თქვენი ჩაწერილი track-ები, აი მაგალითად მიწერია 5 კატამი, ანუ რაღაც კაი ადგილი ვიპოვე და ჩავწერე ეს ჩემი შეარუგი რა. დავაჭერთ Z, როდესაც გვინდა გავხსნათ და ვაჭერთ დაბლა show-ს მარცხენა მხარეს. ან შეგვიძლიათ share-ს მიცეთ, იგივე გამოგზავნოთ, ან სახელი დავარქვათ, ან წავშალოთ. აი დაბლა ყველაფერი განლაგებულია ძალიან მარტივად რა. show-ს მიცემთ და აი გამოგვაჩინა, შეგვიძლია გადავწყვეტ საწელიწზე. აი აქ ჩანს ყველაფერი რა. მაინტერესებს მაგალითად რამდენი ხანი ვიართ, ანუ დისტანცია მქონდა 5 კილომეტრი 47 კილომეტრი, 5.47 კილომეტრი, საათი ვიარე 2 საათი ნახევარი. ანუ ჯამში ვიარე 2 საათი ნახევარი ჩართული იყო უბრალოდ აპლიკაცია. აქედან სიარულის დრო იყო საათი და 50 წუთი და ეს კიდევ ის არის რა ქვია, ზღვისთან რამდენიმეზე ვიყავი რა. საშუალო დისტანცია, სიჩქარის, მოკლედ ბევრი რამე წერია რა და ძალიან მაგარი რამეა. კაი, გამოვანებოთ ახლა ჩვენ ამ ჩემ ტრეკს თავი
და გადავედეთ იმ ადგილზე, სადაც ვართ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე რა. და გვინდა ჩავთოთ ეს ჩავწეროთ ჩვენი ტრეკი რა. ვაკეთებთ double records, როდესაც უნდა ჩავწეროთ და ვადლებთ starts. აქ ვიწერს ანუ გინდა გააგრძელო შენი ძველი ჩანაწერი თუ დაიწყო ახალი, ანუ რომელსაც გინდათ იმასაც შეგიძლიათ ზედმე გადააწეროთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ. ანუ მე ამ შემთხვევაში მიცემ news. და ველოდებით რომ მაღლა უნდა გავიდეს ბოლომდე რა. ანუ როდესაც ესე გავა ბოლოში ანუ ბოლოში გასვლის შემდეგ ანუ აქ უკვე გვიწერია რომელ საათზე დაიწყო ზღვის თვე და რამდენმეზე ვართ და საშუალო სიჩქარე ხომ არ მოძრაობ და ამიტომ არც არაფერს არ აკეთებს რა და გვისვამს ესეც სამკუთხედ ნიშანს აი ალბათ ჩანს რა და შემდეგ იწყებს უკვე დახაზვას ანუ სად და როგორ ვიარეთ რა როგორც გითხარით ანუ ცდომილება საკმაოდ ცოტა აქვს მან ფაქტურად არ აქვს ხოლმე დღეში როდესაც დადიხართ ან გიხატავთ როგორც გაჩვენეთ აი კიდევ ერთხელ გაჩვენეთ შევდივართ ფოლდერში და აი იქიდან გამოვიტანოთ ჩემი ნასიარულები ადგილი რა აი ნახეთ ანუ აი აქ დავიწყე ვიარე ეს ადგილი სრუნთელი მოვიარე და მოვედი ამ ადგილზე და ნახე საკმაოდ ბევრი კატამი რა სულ ეს არის ამ მთელი ამ აპლიკაციის საერთოდ მოღამი რომ ყოველთვის იყო იმ ადგილზე სადაც გინდათ რომ იყოთ რა ანუ კატამზე სიარულის შემთხვევაში განახეთ მოდი ამაზე გაჩვენებთ ჩემ ნასიარულებზე რა აი ეს ლურჯი ხაზები არის ჩემი ნასიარულები ან დღეს როდესაც მოძრავთ შეიძლება აგერიოთ და ისევ თქვენ ნავალზე უკან გამოიაროთ რა ეხა რატომ აიაროთ ერთ ადგილზე ორჯერ ან იფიქრეთ რომ ანეტა აქ გავლილი ხო არა მაქვს რატომ აიაროთ ეგრე ამ შემთხვევაში დახედოთ ყოველთვის რომ რაღაცა დისტანციით გადახვიდეთ მარჯვენა მხარეს ან მარცხენა მხარეს და ნახავთ რომ ისე ანუ სხვა ადგილზე გახვალთ რა სხვა ადგილას გაილ სხვა ადგილზე მოძებნით იმ კარტას რაც იქნება თუ როგორც იქნება რა და ნახავთ რამდენი ხანი იარეთ რა რამდენი საათი იარეთ საშუალო სიჩქარე რა გქონდათ და ისე დაბრუნებით იმ თქვენ ძველ ადგილზე საიდან საიწყეთ ასე ვთქვათ მოძრაობა რა ფაქტიურად როგორც გითხარით ცდომილება ძალიან ცოტა აქვს ამიტომ ძალიან კაი აპლიკაცია რა სადაც გინდა შედით ნებისმიერ დღეში თამამად თუ დაუშვათ ინტერნეტი არ გაქვთ ხა ამ შემთხვევაში მოდი გადავიდეთ პარემ ინტერნეტზეც გეტყვით რა ინტერნეტი თუ არა გაქვთ არ ჩატვირთ და უბრალოდ რუკა მაგ შემთხვევაში გამოიტანს წარმოგიდგენთ თეთრი ფურცელი რა და ეს ფურცელზე ფანქრით დახადოთ თქვენი გზა რა ანუ სადაც მიდიხართ ესე მაინც დახაზავს ჩვეულებრივ და მაინც მიხვალთ იმ ადგილამდე ანუ აუცილებელი არ არის რუკა გქონეთ ახლა რუკაზე რა თქმა უნდა კარგია თან რუკას უყურებთ და თან ისე აკეთებთ ამ ყველაფერს მაგრამ თუ რაღაცაა და არ ჩატვირთ რა მაგ შემთხვევაში აიმედება გამოვთო ინტერნეტს და რა ისევს და ანუ ერთი მაინც უნდა ჩაატვირთინოთ ხოლმე რომ გიპოვოთ რა ადგილზე ხართ თუ გაინტერესებთ თუ არა და აი ნახეთ ანუ და ახლა ჩემი ადგილი დამახსოვრებული აქ ამას და უკვე მაჩვენებს ამ ადგილს სადაც ვარ თეთრად აჩვენებს ხოლმე როცა არ აქვს ჩატვირთული ეს ადგილი და თეთრად გამოჩნდება დააჭერთ რეკორდს და დაიწყებს ჩაწერას რა ანუ სულ ეს არის ძალიან ამ აპლიკაციის შინაარსი რა მოკლედ ძალიან მაგარი აპლიკაცია მეგობრებო შეგიძლიათ ამოთ გამოიყენოთ რა თუ მოგეწონათ ეს ვიდეო შეგიძლიათ დალაიქოთ გააზიაროთ და ჩემი ახი კიდე გამოწეროთ რა ისე რა ჭარბ აი აქ ცხოვრობ ელოში აი ამ ადგილზე ვარ ახლა აქ ცხოვრობ და უნადირებ ხოლმე აი ქვემოთ აი ამ ჯალაში აი აქ აი აქ აი აქ აი აქ აი აქ მაგ ადგილებში ნადირობ ხოლმე კატამზე რა ასე რომ შეგიძლიათ ჩემი ახი გამოწეროთ რა და თუ დაგაინტერესებთ მე გასავით კიდე როგორ უნდა GPS-ზე მაგალითად ადგილების შენახვა. აი მაგალითად გაჩვენებთ map-ზე მაგ ადგილის შენახული, ახლა რამდენიმეს გაჩვენებთ უცბად. ჩავარდეთ ინტერნეტი რა თქმა უნდა, ახლა ჩემ map-ს ინტერნეტი ჭირდება. და შევიდეთ. აი ნახეთ. საგუბრები. ხვი. აქეთ კიდე რა მაქვს. სამალავი და აი ეს ლურჯი
ადგილი წერტილები რაც არის იგი ჩემი შენახულებია. რაც უნდა გაინტერესოთ კომენტარებში დამწერეთ და მე ამის ვიდეოსაც გადავეკეთებ რა. მომავალ შეხვედრამდე ვიდეოს გამოწერა და დალაიქება არ დაგავიწყდეთ.